საქართველია ქართველების სანთლით საძებარნი გავხდით უთრო ამას დიდი ახსნა განმარტება და ფილოსოფია სჭირდება რომ ქვეყნის საქმე უკუღმა მიდის რა დიდი გამოცანა სჭირდება ამას რომელ დებატებზია ლაპარაკი ეს ფსევდო ყურით მოთხრეული შოუ ვისრა ჯანდაბად უნდა ესე იგი ქართული ოცნება ედებატება ერთიან რაღაც საქართველოს ესე იგი რაღაც უღლოკო სტატუსზე რომ შეძლობენ ეს ხომ ის ორგანიზაცია რომელსაც ქართული ორგანიზაცია და ესა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ფულს უხდიან ესე იგი ვისაც ფულს უხდიან დაისვეს და იმათ ედებატებიან და უნდათ რომ ეს ხალხი გამოაშტერონ უმძიმესი სიტუაცია განათლებაში უმძიმესი სიტუაცია ეკონომიკაში ქვეყანა წინ ვერ მიდის ჩვენი კადრები ფაქტობრივად მე არ მინდა ეხლა რაღაცნაირად დეტალიზაცია მოვახდინო აქ იყოს საუბარი ესე იგი ფაქტობრივად ისე მიდის საქმე რომ საქართველოში ყველა თანამდებობის პირის დანიშვნა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან თანხმდება ფაქტობრივად ასე მიდის საქმე ესე იგი შეხედეთ რუსთაველის ძეგლს ამაზე დიდი ქართველი არსებობს რაც კი საქართველოს სახსენებელია და გენეტიკური ქართველი არის შეხედეთ როგორ არის აკაურობა რას გავს ბალახები ამოსული გაუბედურებული გაბინძურებული ეს ცხონებულმა ზვიად გამსახურდია მოახდინა მისი რესტავრაცია და ბალახებია ამოსული აი ამითი ეთყობა ამ ხელისუფლებას რა ეროვნული თქვენ არ ახართ ეროვნული ხელისუფლება თქვენ ახართ საქართველოს გამყიდველი თქვენ ახართ მოღალატეები თქვენ ახართ ჩარჩი ვაჭრები თქვენ ახართ სოლომონ ისაკიჩ მეჭხანუაშვილები და ჩარჩები დაასვით საქართველოს თავზე აბსოლუტურად ყველა ესე იგი არანაირი რა დეველოპერული კომპანიები ყველას უკან დგას პარლამენტარები მთელი ეს ქსელური მარკეტები ეს საშუამავლო კომპანიები ვისაც საქართველოში ვისაც კიტრი პომიდორი და კარტოფილი და ხალხი შემოაქვს სირცხვილი ყველანი ესენი ამათი ბიზნესია ეს ამათი ფულია ესენი ატრიალებენ შევარდნაძის შვილები და შვილიშვილები შევარდნაძის ბიზნესმენები მართავენ საქართველოს და იმიტომაც მიდის შევარდნაძის გზაზე შემდგარი საქართველო იმიტომ გამოიყურება ასე სამარცხვინო და იმიტომ არის რუსთაველის ძეგლი ასე სამარცხვინო მდგომარეობაში დღეს ბალახებია ამოსული და ბატონი კალაძე იმედია ამას ისმენს და ერთი გიორგი ჭყონდიდელს ჰქონდა მიღების საათები საქართველოს პრემიერ-მინისტრ დავით აღმაშენებლის გამზრდელს და მარჯვენა ხელს ორშაბათს ნებისმიერი ქართველი თუ არაქართველი რომელიც იმ დიდი საქართველოს იმპერიაში ცხოვრობდა ჩამოვიდოდა თბილისში და გიორგი ჭყონდიდელი შეხვდებოდა კახი კალაძეს ვერ შეხვდები და ვერცერთ მინისტრს ვერ შეხვდები გამოკეტილები არიან ქაჯეთის ციხეში ეს ქაჯები ეს უწიგნურები აღარ მინდა ეხლა გავაგრძელო ბევრი შეიძლება გვარების გადაკეთებული აქვს და ყველაფერი უბედურება ჩატარებული მახინაციები აგერ ყინწვისის ანგელოზის სახით გვესალმებოდა გამოდიოდა ეს ბატონი დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკის დიდი აღმაშენებელი მინისტრი სად არის დღეს წასული სად მუშაობს იტალიაში არის სოკარის პრეზიდენტი ამიტომ გეუბნები ძვირფასო მეგობრებო რომ ქვეყანა არის გაყიდული მე ცოტა ხნის წინათ სოციალურ ქსელებში ვთქვი მაპატეთ აი ამ სლენგისთვის და ამათ დაზაგაჟნიკებული აქვს თანამდებობები როგორც კი წავლენ ქვეყნის ინტერესებით ევაჭრებიან მტრებს ყიდიან ქვეყნის ინტერესებს ამით იქ სულთნების და შახების კარზე იპოვებენ გარკვეულ სტატუსს და შემდეგ აქედან რომ გადაეტყრევიან მერე იქ ძვირფასი და კარგი უზრუნველი სამსახური აქვთ აი ამ მოღალატეების წინაშე დგას ქვეყანა და ეს არის გამოწვევა ქართველი ხალხისა და თუ ქართველი ხალხი არ დადგა ერთად ჩვენ გველოდება გადაშენება აი ამ მithom აღმაშენებლების ეპოქაში აი აქამდე მიიყვანეს საქართველოს საქმე ამიტომ არის ბრძოლა აუცილებელი და კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ ქართველებო არავითარი ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს არავითარი გვარამია არ არსებობს
არავითარი ვაშაძე ჭიჭი არ არსებობს. ეს არის ყველანი ბიძინა ივანიშვილის საცეცები პოზიციაში თუ ოპოზიციაში. აბა დღეს ოპოზიციას რა უნდა გქონდეს იმაზე უკეთესი მომენტი, თუ ისინი ნამდვილი ოპოზიციონერები არიან და თუ ქვეყანაზე ზრუნავენ, რომ ქვეყანა იყიდება, დღეს ხო აქ უნდა იყოს, იყვნენ არა? ქვას ხო არ ვესვრით ჩვენ, მაგრამ ისინი საქართველოს გაყიდვაში ერთად არიან. ამიტომ გამყიდველები საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაისტუმროს პოლიტიკის და ისტორიის სანაგვეზე. სანაგვეზია თქვენი ადგილი, ნაგვებო. მეგობრებო, ვიდრე შემდეგ გამოსვლელს გადავცემდე სიტყვას, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეხლა უნდა ხმამაღლა აქედან თქვა. ჩვენ გვაქვს კავშირები, რა ხდება RNG გოლთან დაკავშირებით, როგორ ძარცვავენ ჩვენ ქვეყანას და როგორ წამლავენ, ასობით მილიარდის ძვირფასეულობა, ოქრო, სპილენძი და ასე შემდეგ მარგანეცი საქართველოდან ისე გატანილი, რომ მიდის ერთი მუჭა თაღლითების ჯიბეში და ქართველი ხალხს არაფერი არ რჩება იქიდან, არც ბიუჯეტს. მე აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ იმდენად ველური მეთოდებით მოიპოვებენ, რომ მთლიანად მდინარე მაშავერა, კაზრეთულა და ფოლადაური ისია მოწამლული და დაშხამული, რომ აი ამ მდინარეებით ირწყვება მთელი ქვემო ქართლი, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, მარნეული და აი იქ მოყვანილი პროდუქტი, ბოსტნეული და მწვანილეული, ნახევარ საქართველოში იყიდება, რომელიც არის პირველი ონკოლოგიური დაავადების წყარო. თუ უფროს თაობას აღარ ავჩივით, ბავშვები ძარენანებად, ბავშვები და ახალგაზრდები აღარავინ აღარ არის დაცული ამ ქვეყანაში. ესენი უნდა გასამართლენ აბსოლუტურად. როგორ შეიძლება ამაზე საერთოდ რა თქვა, რომ ესე რაღაცა ეროვნული ისაა. ომი ხომ არ არის? ომია, ომზე უარესია გაწყვიტეს ხალხი. შეხედეთ რა გაუკეთეს მაღაროელ ჭიათურელებს. აბსოლუტურად იქაც ესე. ჯერ ხო ამდენი მაღაროელი დატოვეს უმუშევარი და პარალიზება გაუკეთეს ჭიათურას. და წარმოიდგინეთ თქვენ, იქით დააპატიმრეს 4 მაღაროელი, რომ პროტესტი გამოხატეს. სამაგიეროდ ვიღაც კრიმინალი სოჭკი მეფურ სასახლეებს იდგავს იქ. მეფურ სასახლეებს. მაგის ფოტოებსაც დავდებთ. აი ესე ხდება, ამას აკეთებს ეს ანტიქართული რეჟიმი. და კარგად უნდა გააცნობიეროს ყველამ. აქ ბატონი დემური იყო. ერთი და ეხლა სიტყვას გადავცემ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელს, პროფესორს, ანალიტიკოს ბატონ დემურ გიორხელიძეს. მოგესალმებით. ჩვენი შეხვედრა ეს არის იმ მუხტის გაღვივების პროცესი და მე არ მინდა ეს აღიქვათ თქვენ რაღაც ტრადიციულ მიტინგებად არა, ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ ეხლა, მაგრამ ჩვენ ამ შეკრებებზე, რომელიც არ გაჩერდება პერიოდულად, დიდი მადლობა ვინც ახართ, უთმესი მადლობა ყველა იმას, ვინც ვერ მოვიდა, მაგრამ გული და სული თავისი ქვეყნის გვერდით არის. ჩვენ მე და დავით და გიგლას და ასე შემდეგ არაფერი მხარდა ჯერ არ პიროვნულად ჩვენ არაფერს არავისგან არ ვითხოვთ. ჩვენ გვინდა საღი ქართველების ერთობა
რომ ამ ქვეყანას დაუდგეთ გვერდით. რატომ უნდა დაუდგეთ? სოფლიო ბანკის მონაცემებით 24 წლის ბოლოს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა იყო 3.610.000. რა არის მის შემდეგ წელწადნახევარი გასული, ხო 300,000-ით გაზარდა საქართველოს დღევანდელმა არალეგიტიმურმა უკანონო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი. ამ დროს მისსავე ეროვნული სტატისტიკის სამსახური, რასაც ქვია, გაცილებით მეტი ხალხი კვდება საქართველოში მოქალაქეები, ვიდრე იბადება. სხვაობა ძალიან დიდია. 200,000 ნაკლები ადამიანი არ გასულა ამ წლების განმავლობაში ქვეყნიდან გარე. კიდე გეუბნებით, მაშინ რამ გაზარდა 300,000-ით საქართველოს მოქალაქეები. ესე იგი, ამ ხელისუფლებამ კარგად იცის, განწყობებს საკმაოდ კარგად ხედავენ, თავს იტყუებენ, რომ მათი ხარდაჭერა ხალხში კატასტროფულად იკლებს და მათ ჭირდებათ ხმები. ისინი არ აპირებენ წესიერი არჩევნების ჩატარებას და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლებაში ამა თუ იმ ფორმით დაჩენათ. მათ მონოპოლიზირებული აქვთ კანონმდებლობა, მონოპოლიზირებული აქვთ ეს თაღლითური სისტემა საარჩევნო ადმინისტრაციისა. პოლიტიკა, რომელზეც დავითმა მოგახსენათ, აქ არის გამაუგნებელი და გამანადგურებელი. ჩვენ ამიტომ ვიქნებით აქ, ჩვენ უკან არასდროს არ დავიხელთ. ჩათვალეთ, რომ აი პირდაპირ გეუბნებით, ჩვენს უფრო ადრე სიკვდილს გაიგებთ, ვიდრე იმას, რომ ჩვენ რაღაც მოსაზრებებით ამ გვერდზე გავდეკით, არ მოხდება ეს. ამიტომ კარგად გაგვიგეთ რა გვინდა. ჩვენ გვინდა ყველა საღი ქართველის შეკრება, რომ დაუდგეთ და გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. რატო უნდა გადავარჩინოთ? იმიტომ რომ დაახლოებით როგორც შეფასებულია 7 მილიონამდე ქართველი შეეწირა საუკუნეები ამ ქვეყნის აქამდე მოტანას. ასია თუ ისეა ქვეყანა მოტანილია. ეხლა უფროსი თაობა, რომელმაც 80-იან 90-იან წლებში უღალატა თავისი უსუსურობის გამო ქვეყანას გვერდზე გადგა, ვერ აიღო პასუხისმგებლობა. დღეს აქ უფროსი თაობის ხალხი ხარ, ძირითადად არის საშუალო და არიან ახალგაზრდები, დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ხას უსვამ, თუ უფროს თაობას არ აქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ განსაკუთრებულად კრიზისულ მომენტებში ისაა პირველი, ვინც უნდა დადგეს ქვეყნის გვერდით, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია და მის გვერდით აუცილებლად დადგებიან საღი საშუალო თაობის და საღი ახალგაზრდა თაობის ადამიანები. ამიტომ თქვენზეა დღეს მთავარი დატვირთვა, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა იმ ადამიანის ერთად დაყენება. მე შორს ავარ იმ ილუზიებისგან, არიცა გვიყვარდეს ყველას ერთმანეთი, მთელი საქართველო გავერთიანდეთ. ასეთი რამ მსოფლიოში არასდროს არსად არ მომხდარა. ერთიანდებიან იდეით შეპყრობილი თავისი ქვეყნის სიყვარულით და თავდადებით შეპყრობილი ადამიანები და ისინი იწყებენ ყველაფერის კეთებას იმისა, რაც აუცილებელია ამ ქვეყნის მომავალი თაობისთვის გადასაცემად. მე არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი, ეს ქვეყანა შენარჩუნებული იქნება ნებისმიერ ფასად. რაც დაჯდება ამ ქვეყნის შეფასება, ჩვენ გადავიხდით იმ ფასს. ამიტომ არ იფიქროთ, ასე თუ იქნა ვაიმე დავიყო. არავინ ჩვენ უკვე დაღუპვის გზაზე ვართ. ამიტომ ქართველების საღი ქართველების ერთობა იმიტომ არის საჭირო, რომ ჩვენ გადავდგათ ყველა ის აუცილებელი ნაბიჯი იმის დამიხედვით, თუ როგორ იქნება საპირისპირო ძალის ქმედება, რომ ეს ქვეყანა დანარჩუნებული იქნას. ჩვენ წინა ხაზზე ახალგაზრდებს არ დავაყენებთ. ეს პრინციპული მომენტია. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ მომავალი თაობამ გააგრძელოს ეს ყველაფერი. ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი იქნებიან ჩვენ შემდეგ ძირითადი სულიერი მხარდამჭერები
რომლებსაც ჩვენთვის უზარმაზარი ძალისა და ენერგიის მოცემა შეუძლიათ. ამიტომ მე გთხოვთ სწორად გავიგოთ. ძალა არ იქნება, არაფერი არ იქნება. ამ ხელისუფლებას პოლიტიკურ სცენაზე მოწინააღმდეგე არ აყავს. დიდმა ფულმა ყველა იყიდა. ის კონცერტები, რომელიც პარლამენტის წინ იმართება, ბატონმა დიდომ თქვა ამის შესახებ. ეს ოპოზიცია არის, თავარი მიზანი არის ბიძინაც სამსახური. ამ ოპოზიციის თავარი მიზანი არის შეინარჩუნოს ეს სისტემა და ჩვენ ამ სისტემაში არ შევალთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ყოველთვის იყო, არის და დარჩება. ძალა აიძულებს ამ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოხდეს შეთანხმება, მიღებული იქნას სამართლიანი გაუყალბებელი არჩევნები, ჩამოყალიბდეს გაუყალბებელი არათაღლითი ცესკო და შემდეგ შეთანხმებულ რეჟიმში, როცა შეთანხმდებით პოლიტიკურ არენაზე, რის იკეთება შეიძლება საჯარო სფეროში, თავისუფლება პასუხისგებლობაა და არა რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მერე ჩატარდება არჩევნები და ხალხი როგორ დაალაგებს სიტუაციას ისე იქნება. მაგრამ ეხლა ილუზია იმისა რომ შეხვალ ახლა არჩევნებს რომ აპირებენ და იქ რაიმეს მოუხერხებ, რაც მოუხერხებ 300,000 კაცით გაზარდა მოქალაქეები, რომელიც მისი ხმებია. 800,000-მდე არარსებული ხმები აქვს და ვინ დაუკანონა ეს 800,000 არარსებული ხმა? ოპოზიცია. რატომ უკანონებს ოპოზიცია ყველაფერს? რატომ უწერს ხელს ყველა გაყალბებულობს? იმიტომ რომ ამისთვის მან სერიოზულად უხდია. პოლიტიკა გახდა ერთი ყიდვა გაყიდვის საგანი, ამას არაფერი არ უპირისპირდება გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა. თქვენთან ერთად ჩვენ ვიქნებით ის, ვინც ამ სისტემის გარედან დაუპირისპირდება ამ სისტემას და აიძულებს იგი მივიყვანოთ იმ ნორმებამდე, რომელიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. ქვეყანა არ ვითარდება. ტყუილია თავიდან ბოლომდე ყველაფერი. ეკონომიკა ნამდვილად არ მესწავლება, რომ ვიღაცას მოუწმინო. სოციალური გარემო არის საშინელება. ყველაფერი მთელი ეროვნული შემოსავალი და სიმდიდრე პატარა ჯგუფის ხელშია. სხვას არავის არაფერი არ ხდება. ის რომ ოჯახები დაინგრა, მილიონობით ქალბატონი ქვეყნის გარეთაა გასული, ოჯახები დარჩენილია, ისინი საშინელი დიდი მძიმე შრომით პატივისცემა მათ აგზავნიან აქ ფულს 8 მილიარდამდე ლარი ეცემა ამ უვარგისი ხელისუფლების უვარგის პოლიტიკას და რომელიც არ გამომუშავებულა ამ ქვეყანაში. ძირითადი მოხმარება სწორედ ამ ფულიდან არის. ეს ციური მანანასავით ეცემა მათ. სამაგეროდ რას აკეთებენ? ტურიზმი, ბორდელები. აი ჩვენ დგავართ ახლა წმინდა ადგილზე, წმინდა ადამიანის ძეგლის გვერდით. აი აქ რო შემოვხაზოთ ახლა ხო? არაერთი რამდენიმე 1-2-3 ათეული ბორდელი მაინც იქნება 1 კილომეტრის რადიუსში. კაზინოები, რომელთა შემოსავალი, რასაც თვითონ აფიქსირებენ საგადასახადოში, თითქმის საქართველოს ბიუჯეტის ხელ. გარეცხვა, შავი ფულის, კრიმინალური ფულის გარეცხვა, სამრეცხაო ერთი დიდი. არაბული და აფრიკული ქვეყნებისთვის თბილისი სექს ტურიზმის ცენტრია. მე გეკითხებით, ჩვენ წინაპრები ხო გვახსოვს? მე ბაბუა ჩემი რომ არ მახსოვდეს, მამა ჩემი რომ არ მახსოვდეს, აქ არ ვიქნები. მე რომ ამ ქვეყანაში რაღაც მადლი არ მეცხოს, როგორც მე მესმის, ამ ქასაოცარი კულტურის, მე ჩემი იდენტობის გონე ხალხთან ერთად მინდა ვიცხოვრო. დიდი პატივისცემა არაბებს, აფრიკელებს, ყველა ქვეყანას, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყანაა. არა მათი ქვეყანაა.
იგივე ყველას გვინდა უთხრათ ჩვენ ბატონმა ვაჟამ დიდი საქმე გააკეთა ძალიან სერიოზული სასამართლო პროცესი მოიგო არაბებთან ჩვენ გავაგზავნეთ ამ გზასაც ყველაფერი რასაც ისინი ყიდულობენ უკანონო ხელისუფლებისგან ყველაფერი რაც 92 წლის მერე ხელი მოაწერეს და ასე შემდეგ და დაამცირეს და დააკნინეს საქართველოს და ქართველები ყველაფერი არის უკანონო ხელისუფლებების მიერ გაკეთებული. ამიტომ ეხლა თავს არ შეგაწყენ. ჩვენი ერთობა არის აუცილებელი, ჩვენი ძალა არის ჩვენ აი ასეთი მუდმივ რეჟიმში მუშაობით მივაღწევ იმათ რომ საქართველოს ყველა საღი ადამიანი ერთად იქნება და ერთად შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას. აუცილებლად სხვა ძალა საქართველოში არ არის, სხვა ძალის იმედი არ გქონდეთ, სისტემა აგებულია იდეალურად იმისათვის, რომ ეს ქვეყანა აქციოს საკუთარი შემოსავლების წყაროდ მისი პერსპექტივის გათვალისწინების გარეშე და თუ ამას ქართველები არ აღვდგება წინ, მაშინ ჩვენ უბრალოდ არ გვინდა მაშინ ეს ქვეყანა და თუ არ გვინდა ეს ქვეყანა, მაშინ სხვა სცენარი განვითარდება. ჩვენთან ერთად ამ სხვა სცენარს არ დავუშვებთ. ჯერჯერობით უიმედო მდგომარეობა არ არის, არის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა რომ არ შეიძლებოდეს, ჩვენ ამ მოწოდებებს და ამ შრომას არ გავწევდით. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში და ძალა მოგცეთ ყველა. აი ხა. ბატონმა დემურმა ბატონი ვაჟა ოთარაშვილი ახსენა. წეგა მქონდა კიდევ საუბარი ბატონ ვაჟასთან. საპატიო მიზეზის გამო არ იმყოფება აქტორი ჩემი სული მანდარისო. 6 სასამართლო მოიგო მეგობრებო, მოიგო არაბების წინააღმდეგ კასპში და მე-7 უმოწენა ეს სასამართლოში. აი ეს არის ბრძოლა. შედეგი აუცილებლად იქნება. მე შევეცდები მე ბატონი ვაჟა რამოდენიმე სიტყვით თუ ჩართავთ აი აქედან რომ ხმა მოგაწოდენოთ თქვენ. ასევე თელისული და გულით მოგიკითხათ ემიგრაციიდან ძალიან ენატრება სამშობლო ერმილე ნებსაძე მოგიკითხათ ყველანი კარგმა ქართველმა ვაჟკაცმა. ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე ქართველთა დიდი გაერთიანების გამგეობის წევრს ბატონ გია ბახტაძეს. მოგესალმებით. მადლობა მინდა გითხრათ ყოველ თქვენგანს, რომლებიც დღეს აქ აქვთ მოსული. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მათ, მე დარწმუნებული ვარ ისინი ცოტანი არიან ჩვენ უამრავ გამოწერს და Facebook მომხმარებლებს, რომლებიც მართალია ფიზიკურად აქ არ არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრობენ და იმედი აქვთ იმის, რომ ამას ყველაფერს რა ჩვენ დავიწყეთ გარკვეული შედეგი და დადებითი შედეგი ექნება. სულ ახლახან მიზეიმე ჩვენ ქართული ოჯახის სიწმინდის დღე. მე მივესალმები ამ დღეს და მივესალმები იმ განწყობას, რა განწყობითაც ქართველი კაცი ამ დღეს ხდება. ჩვენთვის ისიცაა გასაგები თუ რის გამო დაჭირდა პატრიარქს, რის საპირწენედ გამოეცხადებია ეს დღე ქართული ოჯახის სიწმინდის დღედ. აქ მარტო ეგრეთ წოდებული გენდერების უფლებების დაცვაზე არ იყო საუბარი. აქ იყო საუბარი მთელი პოლიტიკურ შემდგომში გარკვეულ ინტერესებზე. მაგრამ რადგანაც ამ სახეს მიეცა ოფიციალური სახე და მთავრობაც საპატიო ორგანოსთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს, მაგრამ ბოლომდე თქვით სათქმელი. თორემ მარტო შარშანდელი სტატისტიკა რომ ავიღოთ, რომ 200,000-ზე მეტი ქართველი, ეთნიკურად ქართველი წასულია ქვეყნიდან. აქედან რომ უმრავლესობა არის ახალგაზრდობა 20-დან 30 წლამდე, რომ წასული ახალგაზრდებიდან უმრავლესობა უცხოეთში რჩება, ანუ საუბარია იმ ხალხზე, რომლებმაც ოჯახები შექმნან და ოჯახებზე უნდა იზრუნონ,
რომელ ოჯახის სიწმინდის დღეზეა საუბარი, თუ მხოლოდ ეს ლაპარაკის დონეზე და ერთგიან ღონისძიებების დონეზე გაჩერდება. ამიტომაც აქედან ვიმართავ მთავრობას, საპატრიარქოს, მთელ რიგ ინსტიტუტებს, რომ საქმესთან ერთად გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, თორემ ნათქვამი აქვს წმინდა ილია მართალს, როცა სათავეა მღრიე, იქ ბოლოში წმინდა წყლის ძებნას აზრი არ აქვს. თუ თავიდანვე სრულყოფილად არ იქნას სიმართლე, თუ კი ყველაფერს ამას თვალი არ გაუსწორეთ, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გულის აცურების დონეზე დავა. მე მინდა გავიხსენო დიდი კონსტანტინეს სიტყვები. ერი, რომელიც მხოლოდ ისეთ ეროვნულობას აკეთებს აქცენტს და პატრიოტიზმს აკეთებს აქცენტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიტყვითაა. ანუ ის უარყოფს ისეთ პატრიოტიზმს, რომელიც მხოლოდ წასულების სცენებაზე ორიენტირებულია. ის უარყოფს ისეთ პატრიოტიზმს, რომელიც წასულების აკლდაების შთილქვეშ შეფარებულია. იმიტომ რომ წინაპრები ის ამბობს შეიძლება იყვნენ გამოჩენილი პიროვნებები, მაგრამ ცოცხალი საქმეს მკვდარი ვერ იტყვის ვერასდროს. ამიტომ ჩვენ ცოცხლებმა უნდა თქვათ სათქმელი და უნდა გავაკეთოთ რიც, რაც ქართველმა კაცმა უნდა ქაიასწორე. ვერ წინაპარი ისწრება უშვილ საქმეს და მომავალი კიდევ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება პერსპექტივაში აღარც კი იყოს. მე ჩემს სიტყვას მოკლედ ვიტყვი, მე ვსწორ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთ თავარზე გავაკეთებ აქცენტს. ჩვენი გზა არის სამართლებრივი გზა, რომელიც ეყრდნობა ეროვნულ და ქრისტიანულ საფუძვლებს და ფასეულებებს. ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი გამოვიდა შემდეგი პოზიციით, რომ თუმრე ეროვნული ბილიკი იმ დონეზეა გათვლილი, სხვა ბილიკის ძებნა საჭირო. არა მეგობრებო, ერთადერთი სწორი გზა ისევე ეროვნული ბილიკიც სიარული არის. სხვა გზა ჩვენ ტაძრისკენ ვერ მიგვიღოს, უბრალოდ ამ ბილიკზე ამოსულ სარეველებს უნდა გათვლილო. აუცილებელია კიდევ აქცენტი გაკეთდეს 2 დღის მერე, როცა ჩვენი ხელისუფლება რატომღაც შევადრაძის ანდერძიდან გამომდინარე, ჯერ იყოს სააკაშვილის ხელისუფლება, მე არის ივანიშვილის ხელისუფლება, რატომღაც 26 მაისს აღნიშნავს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. რატომ? როდესაც კონსტიტუცია რომ გადავშალოთ, მის პირსავე გვერდზე წერია, რომ ეს კონსტიტუცია ემყარება 1991 წლის 9 აპრილის გამოცხადებულ დამოუკიდებლობის აქტს. და რატომ არიან ისინი ძულებული, რომის ანდერძი, ეგრეთ წოდებული ანდერძი დღესაც ისულენ შემოიყვანონ? გვეკაიფება? გვეზეინება? აღნიშნოთ მაინც და მაინც თუ მასია პირველი რესპუბლიკის დაარსების დღე. აღნიშნოთ ზვიად გამსახურდიას ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის არჩევის დღე. აღნიშნოთ მერაბ კოსტავას დაბადების დღე. თუ გვეზეინება, თორე დაყალბება და დახევრა სიმართლის თქმა ჩვენ შედეგს ვერ მივიდათ. დარწმუნებული ყავით, ღვთისმებით და ქართველი ხალხის ერთობით ჩვენ თუ ეს შევძელით, მსოფლიოში არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც ქართველი ერის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. გაიხარეთ, მერთვას იქედე ვხსნით. სიტყვას გადავცემთ ჩვენს პატივცემულ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევა რომ იყო უზენაესის საბჭოს წევრს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს, ყველასათვის საყვარელ პატიოსან დეპუტატს ბატონ გულამ მაკაცარიას. მოგესალმებით, ჩემო კარგებო, დათვლით, ნუ დავითვალოთ, ვინც ვართ, სადღაც ასზე უნდა გავამრავლოთ, რომ სინამდვილეში შევქნათ იმისი წარმოდგენა, თუ რამდენი ხალხი ვართ აქ. ესე იგი, თუ სადმე 100 ლარიდან, 50 ლარიდან ვინმე რამე ხელფას ღებულობს, ყველა არის თავრობის ყურადღების ქვეშ და დაკანკალებენ ამ თავიანთ სათოდა 50 ლარს. ამიტომ ვერ მოდის ხალხი, თორე დარწმუნებული ვარ, ყველა დღეს უყურებს ფეისბუქებზე და სხვა არხებზე ჩვენ გადაცემას.
ყველაფერთან ერთად მეგახლავართ ბატონებო საქართველოს პირველი პარლამენტის მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ყველაზე მეტად მე მეხება და მე შემთხვევა გული ამ გაყიდულ მიწებზე. არსებობს ასეთი ცნება სამართალ მემკვიდრეობა ბატონებო, რაც ნიშნავს არჩევნებით მოსული ხელისუფლება სამართალ მემკვიდრეა არჩევნების დამნიშნავი ხელისუფლების. ისე ხო არ არის, რომ საფრანგეთის ერთმა პრეზიდენტმა $1 ტრილიონი აიღოს ქვეყნისთვის და მეორემ თქვა ის სხვა პარტიის იყო, არა ბატონებო, ყველაფერი აქტივი, პასივი გადადის. დღევანდელი ხელისუფლება გახლავთ სამი ნაძირავას, სიგუას, კიტოვანისა და ჯაბაიოსელიანის სამართალ მემკვიდრე. ეს შევარდნაძის სამართალ მემკვიდრე, სააკაშვილის ხელისუფლება იგივე სამართალ მემკვიდრე იძინა. არავით არის პასუხისმგებლობა ერის წინაშე არ აქვთ. არ უბრძოლიათ, არ მოუკლავთ თავი 70-იან წლებში, 80-იან, 90-იან წლებში. ამიტომ ბატონებო, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. როლანდ გილიგაშვილი იყო პროკურორის მოადგილე და როცა ინფარქტი მიიღო 2016 წელს საავადმყოფოში ვნახე და მეუღლება. შევარდნაძეს ამივედი და უთხარიო, რომ ჟვანია მიწერს ყიდისო. არ იქნება მასეულ მითხრაო და ავიღე ქაღალდიო, სადაც ჩამოწერილი იყო $2,800,000 გაყიდული მიწები, ჰექტარი $1,000. ის $280 მილიონი ცხადია ნახევარი შევარდნაძესი იყო. 39,000 ასკერი ჩამოასახლა სააკაშვილმა აჭარაში. რა ბაბუამისის ქონება იყო თუ რა შეენაღლებოდა. იმასვე აგრძელებს ივანაშვილი. მაგრამ ივანაშვილი პატიოსანი კაცი გამოდგა და ახლა ვიტყვი ამ პატიოსნებას. გამოვიდა ტელევიზორში 24 წლის არჩევნების წინ და ამბობს, რომ საყვედურობდო კოჰაბიტაციასო. პრემიერ-მინისტრობის დროსო ბალტიისპირეთში მქონდა 3 ძე გასვლაო და მოვიდა ყველა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი პრეზიდენტი იყო თუ საგარეო საქმე და მინისტრიო და მითხრესო სააკაშვილს თითს ვერ დააკარებო, მეც დაუჯერიო. შემდგომ გამოდის ტელევიზორში და ამბობს, მე ჩემი ფული მენაღვლება თორე საქართველოს მაინც და მაინც გულზე არ მეხატებაო, ეს ახლა ხანს. ეს მიწებიც ბატონებო, მამამისის ქონებაა თუ რა არის, რა შეენაღვლება. ერთი სიტყვით ბატონებო, აი ამ სამი ნაძირავას სამართალ მემკვიდრეები არიან ეს ხელისუფლება და დღეს მაგალითს მოვიყვან, აქ CSKO ახსენა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ამათი კონსტიტუციით პრეზიდენტის არჩევისას პირველი პროცედურა არის, რომ პარლამენტის 80 წევრმა უნდა მისცეს ხმა და მერე გადაეცემა იქ ხმოსნებს. ყავდათ მარტო 78 კაცი და CSKO ამ არ ამკითხე რაღაც წარმონაქმნა, შეცვალა კონსტიტუცია და ჩამოიყვანა 78 კაცად. დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რამე წარმოუდგენელია ბატონებო. ამიტომ ახილაბარაგა ბატონმა დემურმა და მეც იმას ვიტყვი, დღევანდელი მოცემულობით არჩევნებში წასვლას აზრი არა, გასიდანას შემთხვევაში იმარჯვებს ბიძინა თავისი სისტემით. ამიტომ ერთადერთი ძალა გახლავთ ხალხის ძალა ბატონებო და უნდა დავდგეთ ერთად. გადავარჩინოთ ქვეყანა თორემ ჩვენი საშველი აღარ იქნება ბატონებო. აქ ითქვა ბიძინა რომ მოდიოდა
ახალ ქართლებს დავაშენებო. თუ რამე ხანხალებდა კიდე დარჩენილი შევარდნაძის და სააკაშვილის განადგურებული ისიც გაათავა და აღარაფერი აღარ დატოვა მომუშავე ბატონებო. მე გეუბნებით ბატონებო, აქ არაბები, პაკისტანელები, ზაირი, აბუასები და ასე შემდეგ ეს არის შირმა. იმიტომ მოგვაგებიეს არაბებთან მიწასთან დაკავშირებით ბრძოლა, დიდი გამარჯვებაა, მაგრამ მაინც ინდოელებთან, პაკისტანელებთან დავეს მოგვაგებიებენ. ოღონდ არ ითქვას ის თავარი საფრთხე, ვისაც უნდა გადმოსვლა. არც არაბია, არც პაკისტანელია, არც არავინ. ეს ის ძალა არის, რომელიც დიდი ხანია იჩემებს საქართველოში მოსვლის პირველ ერობას. ისიც კითხეს, რომ სვეტიცხოვლის ქვეშ თურმე სინაგოგა ყოფილა აშენება. აი ეს არის ჩვენი უბედურების თავი და ბოლო ბატონებო. ამიტომ ჩვენ ვმართებს ძალიან სერიოზული ბრძოლა, თითქმის 60-70% საქართველოს ბედი გადაწურული გონიათ, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ ბატონებო ბატონ ზვიადის ნათქვამს. ჩვენ ისეთი ზეციური მფარველი გვყავს, რომ ყველა მის ძალას მალე ნახავსო. სათქმელი ბევრი მაქვს, იმდენი რომ ალბათ მერაბ კოსტავას ყოველ 4 შაბათს გამოვდივარ და 500 საათზე მეტი მაქვს დაგროვილი ამ საჭიროებო საკითხების, მაგრამ დავამთავრებ კიდე რუსის წმინდანის სერაფიმ საროველის სიტყვებით. სერაფიმ საროველმა 3-ჯერ მოიყვანა უფალი ეკლესიაში ხორცელად, მის ტროპაში წერია, შენ რომელმაც ხორცელად იხილე უფალი იესო ქრისტე. ის ამბობს ბევრი ხალხი გაქრება დედამიწის ზურგიდან, მაგრამ ქართველებს უფალი შეინახავს მეორედ მოსვლამდე და ქართველებისაგან მსოფლიოდ გამწყდება. და როცა უთხრეს ეს თქვენი წინასწარმეტყველება არისო? არა ბატონებო, რაც უფალმა მითხრა სიტყვა სიტყვით ეს არის, ერთ ასოს ან როგორ მივამატებდი, ან როგორ გამოვაკლებდი. ერთი რამეც უნდა ვთქვა და დავამთავრებ. რუსეთის წინა პატრიარქს ალექსი მეორეს პუტინმა დაავალა აფხაზეთის ეპარქიის დამოუკიდებლობა და აღიარება. ჩავიდა ეს კაცი, ჩაიყვანა რუსეთის სინოდი სერაფიმ საროველის საფლავზე. მარტო ჩვენ სინოდში და მხარდამჭერები არიან 150 კაცი და 500 კაცამდეა და მიიღეს დადგენილება. აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის იყო საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში და დარჩება. როცა შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პატრიარქთან, კითხე მე, ეს არის მეთქი რუსეთის ერთ-ერთი ხელისუფლების, სასულიერო ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და რატო არ გაეცით ხმა მეთქი და მიმართა გიორგი აგვარი იყო დივანი ანდრიაძეს, როდის იყო გიორგიევი თუ არ იცოდა. ამის შემდეგ მეორედ მოთხოვა პუტინმა იგივე ამ კაცმა უთხრა, მარტო მე ხო არ ვიყავი სინოდის ნახევარზე მეტმა დაახლოებით მინიმუმ 300 კაცმა მისცა ხმა აი ამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ფაქტიურად. მეორედაც იგივე დადგენილება გამოიტანა და მეუფე პეტრეს ნათქვამს გავიმეორებ რუსავი ორზე. პატრიარქმა მითხრაო, ვითომ 3-ჯერ წაიქცა ალექსი მეორე ალბანოში, სინამდვილეში 3 დღეა დააჭედეს სუფში. ესე იგი, მე ამით იმის გვამინდა, რომ არ არის მთლად ისე საქმე, რომ
რუსეთში სასულიერო პირები უკვე ცნობენ იმას, რომ რუსეთს მომავალი არ აქვს თუ საქართველოს არ დაუძნენ გვერდით და ალექსი მეორე ჩემი რწმენით უფრო დიდი წმინდანია ქართველებისთვის ვიდრე სხვა თუნდაც აბუთვილები. აბუთვილებზე სასაყვედრო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ამხელა ქვეყნის პატრიარქი როცა შეეწირება საქართველოს სულიერ და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ბატონებო უფლის ნიშანი. დიდება უფლს თქვენ გაგიგიათ ეს სხვისგან არ გაგიგიათ. ტელევიზორში თქვი პეკატივიზი იქაც ავთქვი მოვაზრო და ალექსი მეორეს ქართველიერი წმინდანად შერაცხავს. რა თქმა უნდა მანამდე დიდ ძვიაცა და მერას. უფლის ძალით, უფლის შეწევნით, ყველა ჩვენი წმინდანების შეწევნით გაუვარჯოს საქართველოს და გვაძლევთ. სიტყვას გადავცემთ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ გიგლა გობეჩიას. მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ჩემი გულწრფელი მადლობა მიითვალეთ ყველამ, ვინც აქ ბრძანდებით და ვიცი რომ თქვენს უკან რამდენიმე ადამიანი, სულ ცოტა რამდენიმე ათამდე ადამიანი მაინც დგას. აქ ყველაფერს შეეხმენ ჩემი წინარე გამომსვლელები. ხედავთ როგორ იჯიჯგნება ქვეყანა და მე აღარ გავიმეორებ ამას. სამმა ხელისუფლებამ 35 წლის მანძილზე წიხვქვეშ ამოვიდო ქართული რესურსები, ქართული წიაღისეული, ქართული გონება, ქართული ინტელექტი და ყველაფერი ქართული. ინდუსტრიაზე აღარ ვლაპარაკობ, ის საერთოდ იმ შაუბნელი 90-იანი წლების დასაწყისშივე გაცამტვერდად და ჯართად გაიყიდა უცხოეთში. მე ცოტა სხვანაირად მინდა დავაყენო საკითხი და იქნებ გვეფიქრა ამაზე ერთობლივად. დღეს სულ ცოტა 4-ჯერ 5-ჯერ მეტი ვართ იმაზე, ვინემ ეს წინა შეხვედრების დროს იყო ხოლმე და ეს ძალიან იმედის მომცემი ნიშანია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ეგრეთ წოდებული ქსელური, პირველად ვაჟღერებ ახლა ამას, ამ იდეას, ამ წინადადებას, ქსელური წინააღმდეგობა, ანუ ის, რასაც აქ ვაჟღერებთ ჩვენ, შემდგომ შეხვედრებზე თქვენთან როცა გამოვჩნდებით უკვე ახალი გეგმით და ახალი იდეებით, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა ჯანდაბას ეს სიტყვა მაინც არ მიყვარს, რაიონში ზუსტად ანალოგიური რაღაცა უნდა ხდებოდეს. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანიზაციები უნდა გრძნობდნენ იმ პასუხისმგებლობას. მე მიკვირს იმ რაიონების მოსახლეობის, რომელთაც მიწებს ასე უბრალოდ უყიდიან, ასე ჰაიერად უყიდიან, არაფერს არ ეკითხებიან და ისინი დუმან. დღემდე მათი ხმა ისე უმახიანად არ ისმის, როგორც საჭიროა. არა და თუ ტოტალური წინააღმდეგობა არ იქნა, თუ მასშტაბური წინააღმდეგობა არ იქნა, აი ამ რაოდენობას შეიძლება იოლად მოგვერიმონ. დღეს ცოტა ამრეზით გვიყურებენ და ვხედავთ, ბოლომდე უფლებას არ გვაძლევენ, რომ განვახორციელოთ ის მიზნები, რაც გვაქვს ჩაფიქრებული. არა და ამ რამდენიმე ათას კაცში, ვინც აქ ვართ ახლა შეკრებილი, არიან უსაინტერესო ესე ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ქვეყნის ზოგიერთი დარგის გადარჩენა, აღორძინება და ამისი პროგრამა გააჩნიათ. აქ ზის 80 წელს გადასილებული ბატონი მურმან ქურიძე პროფესორი, რომელსაც გენიალური გეგმა აქვს საქართველოს მეღვინეობის აღორძინების და ამ დროს თქვენ იცით ხელისუფლებამ რა დრაგონული კანონი გამოსცა მეღვინეების და მევენახეების წინააღმდეგ, ეხლა იმასაც დაუთვლიან ღერაღერად, ვინ უნდა ააშენოს, ვინ არ უნდა ააშენოს, როგორ არ უნდა შეუშალონ ამ მეღვინეობის ბიზნესში ჩართულ ბობოლებს ხელი. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე წინა დიდ შეხვედრაზე გავაჟღერე და მე მგონი უკვე მწიფდება ამისი რეალიზაციის დროც. საქართველოს მმართველმა ბოლოს 15 წლის მანძილზე ელიტამ უნდა იცოდეს, მე მათ პოლიტიკურ ელიტას ვეძახი, რომ მათი ადგილი ადრე თუ გვიან ქართველთა დიდი გაერთიანების დიდი მონდომების შემთხვევაში საქართველოს მოღალატეთა პანთეონში ექნებათ მიწა. ეს მოხდება აუცილებლად, იმიტომ რომ სხვანაირად ქართველს ვერაფერი ვერ გააჩერებს.
ის ვინც მომხეჭველობაზეა გადასული ის ელემენტარულ დონეზე მაინც გენეტიკურ დონეზე მაინც გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების წინააღმდეგ და თუმცა ეცოდინება რომ ზუსტად ვარლამ არავითის ბედს გაიზიარებს ის ცოტათი იქნებ შეღოღმანდეს და დაიხიოს უკან და შეეშვას ვის მიწასყიდიან ესენი ვის მიწასყიდიან და რას ეხებიან ხვალზე გამიწაზე თქვენ აი ერთი ფაქტი რომელიც ყველამ ვიცით პრაქტიკულად ირანის ირანში საომარი ბატალიების დროს მას მისი კონტრდარტყმების შედეგად არაბეთში რა სიტუაცია შეიქმნა ეგრეთ წოდებული ის ცათამბჯენი რო არის ხო ბურჯი ხალიფა რა დღეში ჩავარდა და კიდე ის მათი ასე ვთქვათ ნაფერები ვითომ რაღაცა ბიზნესი ისინი და ამ დროს რამე რომ მოხდეს საით დაიზურება ეს ხალხი აგერ ბატონო 750 ჰექტარი მიწა აგერ აქვთ ეგერ 500 ისა ქვია 550 მიწა გზანის ის ტყეპარკში 250 თუ ცოტათი მეტი გონიოში და როგორ ფიქრობთ ვერ მოძებნიან აქ ადგეს ვერ ააშენებენ საკუთრებას თუ რას გავაკეთებთ ჩვენ ხშირად გვითქვამს და აგერ თელავის რაიონის სოფელი ჯუღაანი არის კლასიკური ნიმუში და მაგალითი იმისა სადაც ნიუ-იორკის ზოგიერთი შავი კვარტლის არიღოს ცხვირს ვერ ყოფს ადგილობრივი ხელისუფლება და რითი ვაპირებთ ამის გაკეთებას ამიტომ ძალის დანახვაა საჭირო ძალის გამოჩენაა საჭირო ფხის გამოჩენაა საჭირო მადლობა კიდევ ერთხელ ყველას რომ აქ ხართ და ხვალ და ზეგ უფრო მეტნილი იქნებით ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა ყველა მიმართულებით როგორ უნდა მოხდეს დიდი გარღვევა და ეს 35 წლიანი ბალასტი როგორ ჩაირეცხოს როგორ ერთხელ და სამუდამოდ შავი სიზმარივით უნდა დაივიწყოს ქართველმა ხალხმა ახლოვდება ამისი დრო ამიტომ ცოტათი მეტი გამძლეობა საჭირო და მეტი ერთად დგომა გაგიმარჯვოთ ქართველებო მადლობა არ ვიცი აქ იმყოფება თუ არა კახა გუკავა თუ არა სახლის გამოსვლამდე და შალვა მაღრაძე ვიდრე ეს პიროვნებები გამოჩნდებოდეს ხშირად გვისვავენ კითხვას მეგობრებო რა არის ქართველთა დიდი გაერთიანების მიზანი აი თქვათ ქართველმა ერმა გამოუცხადა დიდი მხარდაჭერა და გაიმარჯვა ეროვნულმა ძალამ. რა უნდა გაკეთდეს მერე, რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანია აი ესე რომ აღარ იყიდებოდეს ოქრო ვერცხლი და გაქონდეს ვიღაც თითოეულა გარე წარს ქვეყნიდან და მთლიანად ხალხის საკუთრებაში დარჩეს. ჩვენი მიზანია მოხდეს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია და თანაბრად გადანაწილება ეროვნული სიმდიდრის თითოეულ მოქალაქეზე. ამის გაკეთება და ეგრევე ამოვა იმ გაჭირვების ჭაობიდან თითოეული მოქალაქე სადაც ეხლა ვიმყოფებით და აი სწორედ ეს იქნება იმის იმედი რომ ქართული ემიგრაცია დაბრუნდება საქართველოში თავაწეული. ამოქმედება აუცილებლად 92 წლის 13 მარტის დადგენილება რომელიც მიიღო საქართველოს რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა და საქართველოს უზენაესმა საბჭომ დევნილობაში და როდესაც აღდგება 91 წლის მოქმედი კონსტიტუცია და კონსტიტუციური სამართალი ჩვენ იმ კონსტიტუციის თანახმად აი ამ ბრძანების თანახმად ასევე ბათილად იქნება, ბათილად გამოცხადდება აი ამ არალეგიტიმური მთავრობების ყველა მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ ავტომატურად ჯანმოდან გამოსულები ვიქნებით. ასევე არამხოლოდ ჯანმოდან ჩვენ არ გვექნება არავითარი ვალდებულებები შევიდეთ რომელიმე სამხედრო ალიანსებში. ამ კანონის თანახმად ყველა აქამდე მიტაცებული ქონებები რომ გადანაწილდეს ქართველ ხალხზე თანაბრად ყველას უნდა ჩამოერთვას ერთლანად გაყიდულ უზარმაზარი ქონებები
ტყეები, მდინარეები, ტბები და უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. კაცრად უნდა აგო პასუხი ამ ხალხის ჩაგვრელებმა, კონსტიტუციური სახელმწიფოს დამამხობლებმა, ქვეყნის ბიუჯეტის და ბუნებრივი სიმდიდრეების ძარცველებმა. საქართველოს მთავარ ამოცანად უნდა დაისახოს მაღალი სტანდარტების განათლების დანერგვა და მეცნიერების ხელშეწყობა ქვეყანაში. ეხლა მე წავიკითხავ მოთხოვნებს და შემდეგ თუ გამომსვლელებს ეთნოთ რა თქმა უნდა სიტყვას რა არის ჩვენი მოთხოვნები და ჩვენ ამ მოთხოვნებს ახლა აქ რომ გამოვაცხადეთ ეს იქნება ბოლო მცდელობა ჩვენ მეტ მოთხოვნებს ესე 10 მოთხოვნას და 15-ს აღარ დავაყენებთ თუ ხელისუფლება არ მოგცემს პასუხს ერთი თვის ვადაში ჩვენ დაგვჭირდება ერთადერთი მოთხოვნა რომ მოემზადოთ გადავაყენოთ ანტიქართული ანტიხალხური ანტიეროვნული ხელისუფლება არალეგიტიმური ხელისუფლება რომელიც აგრძელებს პუჩისტურ მემკვიდრეობას და ჩვენ მოვამზადებთ ხალხს საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობისაკენ პირველი მოთხოვნა აიკრძალოს ყველანაირი სტატუსის მქონე ქართული მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. გაუქმდეს გალფის ქვეყნების მეშვეობით უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება იმ 17 აფრიკულ და აზიურ ისლამურ სახელმწიფოებთან, რომელზეც ხელი მოაწერა ოცნების გამყიდველმა ხელისუფლებამ 2025 წლის 17 აპრილს. დაუყოვნებლივ აიკრძალოს ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უმძიმესი ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის გამო. გაუქმდეს არაბული ქალაქების შენებლობის ხელშეკრულება კრწანისა და გონიოში, ასევე სხვა დანარჩენი უცხოური კვარტლებისა და სოფლების მშენებლობები. მეხუთე გაუქმდეს დიქტატორული კანონები გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აი ის კანონი, რომლითაც ჩვენ დაგვიშალეს, რომ მშვიდად წყნარად გაგველო ტროტუარზე დღეს, ეს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება და ტროტუარზე დგომისთვის რომელიმე ახალგაზრდა რომ გამოხატა თავისი აზრი, ის არ უნდა იყოს დაპატიმრებული. და დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გათავისუფლებულები. მე არ გულისხმობ აქ მოლოტოვის კოქტეილებს და ესეთ ქცევებს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეხლა უკვე გადადიან უფრო დიდ ცენზურას აწესებენ სოციალურ ქსელებშიც, ერთადერთი ეს დაგვრჩა და აი ამასაც აგვიკრძალავენ მალე ჩააქთვლიან ღირსების შელახვა თან რაღაც და ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება შეიძლებათ. საქართველოში ხანგრძლივი ემიგრაციიდან დაბრუნებულ ეთნიკურ ქართველებს გამარტივებული წესით ყოველგვარი ფინანსური შენატანების გარეშე აღუდგეთ საქართველოს მოქალაქეობა. აწამებენ 105 სარაძლევენ ქართველ კაცს დაბრუნებულს და ნახეთ იუსტიციის სახლში გაშავებულია იქავრობა. შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა შეუსაბამოდ უზომოდ გაზრდილი ჯარიმებით. ეს არის პირდაპირი ძარცვა. მერვე დიუშენის სინდრომით ავათხო ბავშვებს მიეცეთ წამალი, დაენიშნოთ ბავშვებს უფასო ფიზიო ვარჯიშები და უფასო კონსულტაცია ექიმებთან. მე მინდა მოგაწოდოთ მეგობრებო ინფორმაცია, საქართველოში სულ არის მხოლოდ 100-მდე ასეთი ბავშვი და აი ეს მათხოვარი ხელისუფლება, აი აქედან გიცხადებ. თქვენ მათხოვრებო წელიწადში ორჯერ ექიმთან, ეგ უნდა მივიდეს აუცილებლად კონსულტაციაზე და 100 ლარი იყო აქამდე და
300 ლარი გაუხადეს. ამარტყოფი ბავშვების ფულზეც კი არ იხევენ უკან, გესმით? ვისთან გაქვთ საქმე ეხლა ხვდებით? აუცილებლად უნდა გასაჯაროდეს მეცხრე მოთხოვნა დღემდე არსებული ხელმოწერები დაწყებული სააკაშვილიდან დღემდე დავით გარეჯთან დაკავშირებით. ეს არის ხო ბოსტანი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ არის თუ არა დავით გარეჯი კიდევ საქართველოს საზღვრებში. ჩვენ ვიყავით ასული, აგერ აქ ბევრი ესწრებიან კიდევ აგერ არის ახალგაზრდა კაცი თემური ბოკელავაძეც, ჩვენც ვიყავით ქართველთა დიდი გაერთიანება. აღარ არის ლაპარაკი ბერთუბანზე, ჭიჭკიტურშიც არ გიშვებენ, აბგზალავი ნიშანია უკვე. და გასაიდუმლოებულია აბსოლუტურად, რამდენჯერ მოვითხოვე და ხმას არ იღებენ დღევანდელ პრემიერს კობახიძეს სახალხოდ დაადანაშაულა ლაზარე ჯორბენაძე მათ გასვენებულმა, რომელიც გაურკვეველს ვითარებაში ვითომ ჩამოხჩალინახეს კაცმა წინა დღეებში ინტერვიუ მისცა გაზეთს და ბრძოლისთვის შემართული იყო და ეს სასულიერო პირი თავს მოიკლავდა და ამ ეჭვებს კიდევ უფრო ანწაფრებს ის რომ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული კობახიძემ დღემდე ერთი ხმა ვერ ამოიღო. რატომ ვერ იღებ ხმას? იმიტომ რომ ხელი გაქვს მოწერილი. თუ არა მაშინ სანამ ცოცხალი იყო უჩივლებდა ცილისამეფ. და მეგობრებო, მეათე მოთხოვნა განთავისუფლდეს პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე მარადიული პატიმრობიდან. კაცი ყველა ამ სამივე მთავრობის ხელში პატიმრობაშია ნელსონ მანდელას რეკორდს მოხსნა. და მხოლოდ იმის გამო რომ ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლი იყო. აქ არ არის სხვა რამეზე სერიოზულ ბრალდებებზე ლაპარაკი. და აბსოლუტურად უნდა განთავისუფლდნენ ის ახალგაზრდებიც, ვისაც არაფერი ბრალი არ მიუძღვის და მხოლოდ ტროტუარზე დააკავეს. აი ამ მოთხოვნების შემდეგ მეგობრებო, ჩვენ ეხლა დღეიდან გადავთვალოთ ერთი თვე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა იქნება აბსოლუტური იგნორი ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მზადება მთელი საქართველოს კუთხე-კუნძულს მოვლით და მთელი უბან სადარბაზოებთან, სოფლებს უყველაფერი უნდა დავნაზნოთ ყველა და მოვამზადოთ საყოველთაო სახალხო დაუმორჩილებლობისაკენ და თუ არ მოусმენს ხალხს, მიიღებენ ახალ ფაქტორს. ეს არის მეგობრებო ჩვენი მოთხოვნები. იმედი გქონდეთ რომ ქართველთა დიდი გაერთიანება და ჩვენს გვერდზე მდგომი ხალხი არასოდეს გაიყიდება, რადგან ჩვენ ვართ იდეალისტები. ჩვენთვის უპირველესი არის იდეა, სამშობლოს ჭეშმარიტი თავისუფლება და არა ფურცელზე გაყიდული საქართველო. თუ ვინმე არის ბატონი შალვა მაგრაძე იყო აქ ხედავდე და არის ახლოში? კი, ახლოშია. სად არის მე რატო? არ ვიცი. დავით გარეჯიდან და გონიოდან დიდი ხმაზე ყვირისხობე კაცო, ნახიანად და სად ახარ შალვა? ბატონო სოსო, თქვენ გინდოდათ კიდევ ექიმმა მყვა სიტყვა და ჩვენი ხო აი ბატონო სოსოს მიცეთ ყვა სიტყვა და ცოტა ხმა მაქვს. მოგესალმებით მეგობრებო. ქართველები ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდით დღესდღეობით, მაგრამ მანამდე ჩვენს ელთაღრიცხვამდე ინდოეთიდან დაიძრა ხროვა, რომელიც განაწილდა და გადანაწილდა 4 ერად. დაიყვნენ, ჯერ არ დავასახელებ მე იმ ერებს, თქვენ გაერკვევით კარგად ვინ არიან ისინი.
იმათ წალეკეს ევროპაში არსებული იბერიული ცივილიზაცია და დაიკავეს იბერიელების ტერიტორიები. რატო ითქვი? ალო. ესე იგი დაიკავეს იბერიელების ყოფილი ტერიტორიები. იბერიელების ტერიტორიები უпроსწორედ. წალეკეს იქაურობა, ამოწყვიტეს მოსახლეობა და გადაარქვეს სხვა სახელწოდებები იბერიული ცივილიზაციის ტერიტორიებს, ქალაქებს, დედაქალაქებს და ასე შემდეგ. შემდგომ ეს უგაღწრილესი ხალხი დაიყო რა თქმა უნდა 4 ერად, ჩამოყალიბდნენ ვითომ, დაიკავეს ესე იგი მათ შორის ეგვიპტეც დაიკავეს მათ და წალეკეს იბერიული წარმოშობის ხალხი. ეს ხალხი ძალიან მოკლედ ვიტყვი, მოკლედ ჩამოვაყალიბებ. ესე იგი ეს ხალხი დღემდე მოვიდა და უკვე შემოგვივარდნენ საკუთარ სახლში, საქართველოში. ჩვენ გვეკავა ძალიან დიდი ტერიტორია მსოფლიოში და ძალიან უძლიერესი ხალხი ვიყავით. ჩვენ ვართ მე-6 ცივილიზაციის საწყისებთან ქართველები ვართ ივერიელები, კოლხები და აი ეს იბერია საქართველოს წალეკეს ამ უგაღწრილესებმა და მოგვადგნენ საქართველოში შემოგვივარდნენ ხალხო. გაიხედეთ გარშემო ეს უგაღწრილესი აყროლებული ხალხი შემოგვისახლეს საქართველოში. ბაღში 4 ბავშვი დამყავდა, ტურტლიანები იყვნენ, და ტილები ვერ მოვაცილე ბავშვებს, თავიდან ტილები და იქექებოდნენ ბავშვები. ეს უგაღწრილესი ხალხი თავისი ბიძაშვილები შემოგვისახლეს ამ გაღწრილებმა. მომჯდარი არიან ყველგან ესენი, სუხველგან და ნახეთ რას აკეთებენ. გადაიკეთეს გვარები და შემოესივნენ საქართველოს. ანგრევენ ქვეყანას ხალხო. ქართველებო, ყურები გამოიფხიკეთ თორე შეგვაჯდნენ კისერზე. აბსოლუტურად გვერეკებიან საქართველოდან. გვერეკებიან უკვე დიდი ხანია. ტვინი გააძრიეთ, ტვინები. დავიღალე უკვე. არ შემიძლია ამ უგაღწრილესების ხილვა უკვე. მე არ შემიძლია ფიზიკურად ვიარო ქალაქში და ქართველს ვერ ვხედავდე. აღარ მინდა ეს აღვირახსნილობა. ეს კაცი ჭამიები, კანიბალები არიან, კანიბალიზმით დაკავებულები. მოიხედეთ უტვინოებო. კორონავირუსით კიდე უარესი გააკეთეს. დავიღალე. მე დავიღალე, თქვენ რა შვრებით? დავიღალე. ადექით და დავდგეთ ერთად. საქართველო გაერთიანდით, თორე არ იარსებენ. ჩვენ ვართ უძველესიერი. შეიძინეს გამსახურდია კოსტავა. ვინ არ მოგვიკლეს ამ გაღწრილებმა. ქართველების ეგიდი თვითონ ქართველია გვარგადაკეთებულები. არც ერთი ტელევიზია, არც ერთი რადიო ქართველებს არ გვიკავია. დავიღალე ხალხო. არ მინდა არც ტელევიზორი ჩავრთ, არც რადიო. თქვენ არ დაიღალეთ? ამოიღეთ ხმა. რაინა ჩაგივარდათ? ყველა ერთად ყველა. დავდგე. მეგობრებო, კიდევ ერთ გამოსვლას გადავცემ ეხლა და სიტყვას და მე მინდა ერთი რამ გითხრათ. ჩვენ ეხლა ქართველთა დიდი გაერთიანება ის რაც გითხარით იმაზე ვიმუშავებთ, მაგრამ მინდა მივმართო პატარ-პატარა პარტიებს, რომლებიც ეროვნულ იდეოლოგიას და ეროვნულ კურსს არ გალატობენ. არის ესეთი პარტიები, პატარ-პატარა პარტიები, რომელსაც ხელისუფლება არ ცნობს. მოდით გამოვაცხადოთ მორატორიუმი, აზრი არ აქვს თქვენს არჩევნებში მონაწილეობას. დავდგეთ ყველანი ერთად
ეხლა ჩვენ დავიწყებთ, დაუგზავნით სამართლიანი საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ყველა ამ პატარა პარტიებს, მათ შორის დიდებსაც, ვინც არ დაეთანხმება, რომ საქართველოს ჩატარდეს სამართლიანი გაუყალბებელი არჩევნები ახალი სისტემით, მათ ვამხელთ და ვინც დათანხმდება, ერთიანი ძალით ყველა გამოვალთ გარეთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას მივაღებინოთ აი ეს უმთავრესი კანონი. არ მიიღებენ და მიიღებენ ბახტრიოს მერე უკვე. იმიტომ რომ ბევრი ვიქნებით. ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევრს ბატონ ჯემალ მაკარაძეს, რომელიც ბათუმიდან არის ჩამოსული. მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულენო, ჩემო დაჩაგრული ერო. ეხლა ამაღელვებელი იყო წინა გამოსვლის სიტყვები, რაც თავს ჭირჩვენ და რაუბედურებაშია ჩვენიერი. სიტყვა ხელისუფლება საძულველი გახდა უკაცრავად. იცით რატომ? ხელისუფლება, ეს ხელი სადაც მინდა იქ წავიდებ იმ ჯიბეში, როგორც მინდა ისე მოვიხმარ, გავძარცვავ ჩემერს, დავაჩოქებ, დავიმონებ. ყოვით ფაშიზმი იქნება, გაგვანახევარკაცეს. აგებ ძალოსნებო, ბიჭებო, შავებში, პოლიციელებო, თქვენ შემოგევლეთ. ჩვენ ვის უნდა ვემსახურებოდეთ? ქართველ ერს თუ ბიძინა ივანიშვილს? ვინ გირჩევთ? ქართველი ერი გირჩევთ თქვენ? თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ქართველ ერს, საქართველოს. ჩვენ ვართ თქვენი დამკვეთი. საჯარო სამსახურის ყველა მოხელე, მასწავლებლები, ყველა აბსოლუტურად, პოლიცია, ჯარი, საქართველოს უშიშროების სამსახურო, თქვენ უნდა ემსახურებოდეთ საქართველოს. ვინც დღეს აქ ვერ მოვიდა და არ მოვიდა, გასაგებია, მაგრამ იმ ხელფასების უკან, იმ პრემიალურების უკან გახსოვდეთ, გავა წელი, გავა 5 წელი, გავა 10 წელი. თქვენ მაგ ადგილებზე არ იქნებით. მაგრამ მალე თუ დაგვემართება ერთი დიდი უბედურება კიდევ, სოფლიო სიმსივნის გამო, რასაც ქვია ციფრული სამყარო, გაგატარებენ უკაცრავად ხორცის საკებ მანქანაში. თქვენ გიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, ემსახურებით მამონას სამწუხაროდ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეგ ხელფასები, ეგ პრემიალურები დაგრჩებათ ოხრად. და რატომ იცით? თქვენი შვილები მიიღებენ იმ განათლებას, რაც მივიღეთ დღეს იმ საქართველოში, იმ სკოლებში, სადაც ამოიღეს ქართული დედაენა. რომელ საქართველოსია საუბარი? ვის ემსახურებით შავ ფორმებში ძმებო და დებო? ამიტომ გადმოდით ერის მხარეზე. ჩვენ არ მოგიწოდებთ რევოლუციისკენ. ჩვენ მოგიწოდებთ იმისკენ, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, მიიღონ ის კანონები, დაემორჩილონ ერს და ქართული სახელმწიფო ავაშენოთ. ჩვენ ეხლა გვაქვს არაქართული მართლობითი სისტემა, რომელიც ემსახურება სოფლიო დამპყრობელს. კარგად იცით სახელი, ეს არის ერთიანი გლობალური მართლობა. ვინ მართავს? მაგას ქვია სახელი, ყველაფერი უნდა ითქვას. ნახევრად სიმართლე არ შეიძლება. სიონიზმი ქვია მაგას. იუდა მასონები, ჩვენ ვართ ქართველები, იბერიელები. დედამიწაზე ჩვენზე ძლიერი გენი არ არსებობს, მაგრამ შეგნებულად საქართველო ბოლო ბასტიონია. რუსებმაც იციან, სლავებმა ყველა მიციან, მართლმადიდებლებმა, ბერძნებმაც იციან. ჩვენ თუ დაგვაქცევენ, წააქცევენ სოფლიოს. ეს ბევრჯერ ჩაგვიტარეს. ამიტომ შემდეგი გამოსვლა იქნება, მეკითხებიან ბათუმში,
საქართველოში, ქვეყნის გარეთ. როგორ ხარ? რა შვები? სად ხარ? სად ვარ ქართულთა დიდ გაერთიანებაში ვარ? მერე თქვენ სად ხართ? სუფრასთან გაუმარჯოს საქართველოს. რომელ საქართველოს გაუმარჯოს? რომელ საქართველოს გაუმარჯოს? დაიჯე მეთქი. საქართველოს სადღესულოს აზრი არ აქვს დალევა და სირცხვილია თქვენ არ უნდა დალიოთ. სადა ვარ? ქართულთა დიდ გაერთიანებაში ვარ. მერე მოდით შემომიერთეთ. მეგობრებო, მეზობლებო, თანაკლასელებო. უსხევში გადახვეწილებო, დაბრუნდით სახში, ქვეყანას გვართმევენ. გაგიმარჯვეთ ქართველებო. ჩვენ ქართველებს არც ეს ხელისუფლება არ არსებობს. მე ახალი ტერმინი ჩემი არ არის ეგება. ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება. მოგმართავთ. საყვარელო კოცებო, საყვარელო ნაცებო, ძვირფასო ბიძინა, მოგმართავთ. გამოიღვიძეთ. არავის არაფერი არ წაუღია ამ სამყაროდან. ვერც თქვენ წაიღებთ. მუდა გვაჩუქებთ. მოტრიალდით ხალხის. მოტრიალდით ჩვენსკენ. ერთი თხოვნაა, მოტრიალდით ჩვენსკენ და დაგვემორჩილეთ. ჩვენ თქვენ როგორც ადამიანები, ნაციონალები, ქართული ოცნება 2012 წელს 12 წლის გოგონათი ბათუმში დაგვდი ბიძინა ივანიშვილო შედალოცვილო. დაგვდი და ხმა მოგეცი. რა გვიქედი? 3 თვის მერე წავიდა ჩრდილოვანად იქიდან დაიწყო манипуლირება. მაგისთვის მოგეცით ხმა? რო ქვეყანა საქართველოს აქციო კოოპერატივ ჯორჯიად. მაგისთვის მოგეცით ხმა შედალოცვილო. როგორც ადამიანები თქვენ არ გძულვართ. თქვენი თავი უკაცრავად ჩვენ არ გძულს. ჩვენ გძულს და გვეზიზღება თქვენი საზიზღარი. საქციელი გვეზიზღება ჩვენ. ჩვენ ქართველები, ქრისტიანი ადამიანები, ხალხი ვართ, ქრისტიანები ვართ. ღმერთის მოყვარული, ღმერთის სიყვარულია. ვიყვარხართ როგორც ადამიანები, მაგრამ თქვენ როგორც ჩვენ გვექცევით, მასე არ ექცევა სატანა ყველაზე უკანასკნელს. გაუმარჯოს საქართველოს. შემდეგ გამოსვლაზე, შემდეგ შეხვედრაზე, მეზობლებო, მეგობრებო, მე ხელფასღებულობ, იქ მუშაობ, მე შინია, პოლიციელი ვარ. სუში მუშაობ, სად მუშაობ? არა ამისაგები, გამოდი აგერ დადექი და დავიცვა ჩვენი უფლებები. ჩვენ მათ არ ვეომებით, ჩვენ მათ უნდა ვაიძულოთ, რომ დავიწყოთ ახალი სამართლიანი საქართველოს მშენებლობა. გაუმარჯოს საქართველოს და ყველა ჩვენ წმინდანებს. სიონისტები საძიან და ფილიალი აქ და საძიან ბრიტანეთში, ამერიკაში, ისრაელში. მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი აქცია ახლა დასასრულისკენ მიდის. აქ ახლა მოდიან უკვე აქცია აქვთ დილუშენით დავადებული ბავშვების შობლებს. პირადად მე არ მივდივარ აქედან, ვდგები მათთან ერთად და სოლიდარობას უცხადებ ბავშვების შობლებს. ღმერთმა დაგლოცოთ ქართველთა დიდი გაერთიანება, მუდამ იქნება თქვენს გვერდით და იქნება ყველა დაჩაგრული ქართველის გვერდით და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის გვერდით. მომსამდენ ახლა ჩვენ გამოვთათ ჩვენ აპარატურას და თუ სჭირდებათ აპარატურითაც გაუმასპინძლებით.